მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 7. ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკიო და მოგითხრებიან რის ტოლია აჩქარების გეგმილი დროის 1-3 წამ შუალედში. ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემული გვაქვს vx სიჩქარის x-ის გენელის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. და ამასთან ახლა ჩვენ გვეკითხებიან აჩქარების გეგმის 1 წამიდან 3 წამ შუალედში და მოდი შევხედოთ. აბა, როდესაც აქ არის 1 წამის შესაბამისი წერტილი, აქ არის 1 და როდესაც t უდრიდა 1-ს, ესე იგი დავწეროთ, როდესაც t1 უდრიდა 1 წამს, ამ დროს როგორც ხედავთ, სხეულის სიჩქარე იყო 1 მეტր წამის ტოლი. შესაბამისად v x1 ტოლი იყო 1 მეტր წამის. ხოლო შემდეგ, როდესაც უკვე t უკვე გახდა 3 წამი, აქ არის 3, მაგ დროს, ესე იგი, როდესაც t2 ტოლი არის 3 წამის, ამ დროს სიჩქარე vx2 ტოლი გახდა -1-ის, -1 მეტრ წამის, -1 მეტრ წამის. და გვეკითხებიან აჩქარების ax გეგმილს სწორედ ამ შუალედში, ax გეგმილის განსაზღვრა არის ჩვენი მიზანი. კი ბატონო, ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ აჩქარება ეს არის სიჩქარის ცვლილება დელტა vx-ის ფარდობა იმ დროსთან, რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა დელტა t-ზე. მეორე მხრივ დელტა vx იქნება საბოლოო სიჩქარის vx2-ს გამოკლებული საწყის სიჩქარე vx1 და ეს სიჩქარე ამ ჩვენმა სხეულმა შეიცვალა t2-ს მინუს t1 დროში. შესაბამისად ეს ტოლი იქნება vx2 არის -1, -1-ს კიდე რო გამოვაკლდება 1 -2-ს მივიღებთ. ეს შეფარდებული t2-ს მინუს t1 არის, t2 არის 3-ის, 3-ს გამოკლებული t1 1, მივიღებთ 2-ს. შესაბამისად ეს ტოლი იქნება -1 მეტრ წამ კვადრატის. ანუ საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, ax-ი სიჩქარის აჩქარების x გენელი დროის ამ შუალედში 1 წამიდან 3 წამამდე ტოლი ყოფილა -1 მეტრ წამ კვადრატის. პასუხი b.